დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, ესე იგი გუშინდელი დღიდან სტიქიის ზონებში შესვლა გამკაცრდა და მოხალისეების აგანგებოდ აღჭურვილმა სახელმწიფო სამსახურების წარმომადგენლებმა ჩაანაცვლეს, რომლებმაც რისკის 5-ვე კერა სპეციალურ ხსნარებით დაამუშავეს, რადგან არსებობდა ამ ადგილებში ინფექციის და ეპიდემიის გავრცელების ალბათობა და მაინც არის თუ არა აუცილებელი და მნიშვნელოვანია თუ არა, რომ მოხალისეებმა დაიცვან უსაფრთხოების ზომები იმ ადამიანებმა, რომლებიც სტიქიის ზონებში აქტიურად იყვნენ ჩართულები გაწმენდით სამუშაოებში. პატა ინაძე მოვიწვიეთ ამ თემაზე სასაუბროთ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი. დილამშვიდობის, მადლობა პირველ რიგში სტუმრობისთვის. მოდი დავიწყოთ საუბარი და გითხარით, რა საშიშროების წინაშე დგანან და თუ დგანან მოხალისეების ადამიანები, რომლებსაც ამ დღეების განმავლობაში საკმაოდ ხანგრძლივად მოუწიათ მიწასთან ტალახთან უშუალო შეხება. რისკების შეფასების საფუძველზე დაიწყო თქვა პირველი ეს იყო თქვა ტეტანოსის რისკი დღეისათვის 1600-ზე მეტი მოხალისე და თქვა თანამშრომლებიც არიან თქვა ზოოპარკის დასის შემდეგ რომლებიც აიცრნენ უკვე ტეტანოსის საწინააღმდეგოდ რადგან ეს ყველაზე მაღალი რისკი ჩაითვალა რომ იქნებოდა თქვა გაგიგია თალბათ ხოლმე კაცი რა იქცევა ქუჩაში თუ დაზიანებული აქვს ნუ ახალგაზრდებია ძირითადად ესენი სულ ყველა ასე ვთქვათ ბავშვობაში არცრილები არიან მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც მათი საკმაოდ დიდი ნაწილი რომელსაც დაზიანებები ჰქონდა და მან ტალახში მიწაში მუშაობდნენ რა თქმა უნდა ისინი აიცრნენ ამის გარდა ახლა მოგეხსენებათ იქ ნელ-ნელა იმის დამიხედვით რაც უფრო ახლა ეს წყალი ჩარჩა თქვა რაღაც ადგილებში ხო კიდე ტალახია დამდგარი წყალია აქედან გამომდინარე ნახეთ ალბათ ტარდებოდა საკმაოდ დიდი სადეზინსექციო ანუ მწერების ასე ვთქვათ რო არ გამრავლდნენ მათ საწინააღმდეგო სამუშაოები ჩატარდა ასევე სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება და ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ვამბობ იმის დამიხედვით როგორი რისკის სამოვა იმ რისკის პრევენცია ხდება წინასწარ და რა თქმა უნდა ნუ ახლა აქაც კადრები რომ მიდის ჩანს რომ ახლა ბევრი მიუხედავად ჩვენი არაერთის თხოვნისა გაფრთხილებისა რომ თქვა არ შეიძლება იქ მაქსიმალურად დაფარული უნდა იყოს კანის საფარველი თქვა განსაკუთრებით ფეხები თქვა როდესაც მუშაობენ ამიტომაც ნუ ჩვენი რეკომენდაციები ასეთი იყო რომ დარჩა თქვა იქ სპეციალურად მომზადებული ჯარისკაცები მუშაობენ, საგანგებო სიტუაციების თქვა ხალხი მუშაობს, სხვა პროფესიონალური ჯგუფები მუშაობენ, ხოლო მოხალისეებს გამოიყენებენ შედარებით თქვა ისეთ რისკის არ შემცველ სამუშაოებში. ბატონო, კიდევ ერთხელ აღნიშნის ღირსია ამ ახალგაზრდების ასეთი ჩართულობა და მართლაც ძალიან საჭირო და კარგი ინიციატივა იყო მათი მხრიდან. რა უნდა იცოდეს რიგითმა ადამიანმა, რიგითმა მოხალისემ, რომელსაც უნდა რომ მონაწილეობა მიიღოს სტიქიის შემდგომ სამუშაოებში და თქვა გაწმინდოს ის ტერიტორია, რომელიც დანაგვიანებულია. როგორ უნდა იყოს ის მომზადებული და შესაძლებელი რომ ამერიდან მოხალისეები ჩაერთნონ ამ გაწმენდით სამუშაოებში. მოდით ესე ვთქვათ, ახლა იქ უკვე მძიმე ტექნიკა შედის ძირითადად და უკვე მძიმე ტექნიკამ უნდა იმუშაოს, ამიტომ იქ კიდევ გარდა ჯანმრთელობის ასე ვთქვათ, ასეთი უსაფრთხოების ვთქვათ, დაავადებებთან დაკავშირებით უბრალოდ ადამიანმა უნდა იცოდეს კიდევ ვთქვათ ასეთ პირობებში მუშაობა, შრომის უსაფრთხოება რასაც ქვია, ანუ მძიმე ტექნიკა როდესაც მუშაობს, რისკები კიდევ უფრო იზრდება ხო მაშინ თუ მომზადებელი ადამიანი. ამიტომ მოხალისეები კიდევ ერთხელ ვამბობ, ახლა ძირითადად გამოყენებულები იქნებიან ისეთ ადგილებში, სადაც ვთქვათ ასეთი რისკის შემცველი სამუშაოები არ არის და უბრალოდ იცით ახლა იქ ძალიან ბევრი ხალხი როდესაც არის ხოლმე ტექნიკას უბრალოდ უჭირს მუშაობა. კარგით, გასაგებია რომ მოხალისეებს არ ემუქრებათ არნაირი საფრთხე, რაც შეეხება მოქალაქეებს, რომლებიც საკმაოდ მჭიდროდ არის დასახლებული ვერეს ხეობა, განსაკუთრებით ვაკის მიმდებარე ტერიტორია. არა, მოქალაქეებისთვის საფრთხე არაფრით არ შეცვლილა, თქვათ, იმის რაც ჩვეულებრივ ზაფხულ შეიძლება ახლა იყოს, თქვათ, ხო? რა საფრთხეები შეიძლება ზაფხულში იყოს დაავადებებთან დაკავშირებით. ამ სტიქიამ, ამ მკვიდრებამ აი ეს არ მოუმატა მოსახლეობას, ასე ვთქვათ, რისკი არის მხოლოდ იქ ადგილზე, აი სამუშაოების დროს. დანარჩენ ქალაქში იმ უბნებშიც კი, სადაც ვთქვათ, სტიქიის ახლო მდებარე უბნებია, დამერწმუნდით არაფერი ისეთი რისკები არ მომატებული ნამდვილად არ არის იმ ადამიანებისათვის, მით უმეტეს რომ აი გუშინ
და დამუშავდა კიდევ უფრო აი წერების საწინააღმდეგოდ, ასე ვთქვათ, ასე რომ არავითარი მომატებული რისკი იქ არ არის. ონკანის წყლებთან დაკავშირებით მინდა კითხოთ, ჩვენ მოვისმინეთ ჯანდაცვის მინისტრის განცხადება, რომ არ შეგვიძლია იმ ადგილებში ონკანის წყლის დალევა, სადაც უშუალოდ მიმდინარეობს ეს გაწმენდითი სამუშაოები. ამ ეტაპისთვის რა მდგომარეობაა და რა სიტუაცია თუ არის, ვთქვათ, რამე სიახლოვე. იცით რა, იქ მაინც შეიძლება რაღაცა მოხდა, ვთქვათ, უშუალოდ რისკის ზონაზე ვლაპარაკობ, ესა სტიქიის ზონაზე ვლაპარაკობ, იქ წყალი ბევრ ადგილას ეხლაც არის, ვთქვათ, მოდის, მაგრამ ყოველი შემთხვევისათვის, იმიტომ რომ იქ მაინც შეიძლება იყოს რაღაცა დაზიანება, ვთქვათ, რომელიც ჯერ არ ჩანს, ხო მოგეხსენებათ, იქ ჯერ კიდე არ არის გაწმენდილი ყველაფერი, დანარჩენ ქალაქში არავითარი პრობლემა არ არსებობს, წყალი აბსოლუტურად უსაფრთხოა, მაგრამ იმ ადგილებში მაინც ურჩევთ, რომ თქვათ, შეიძლება ხელით დასაბანად გამოიყენონ, თქვათ, რა თქმა უნდა, ის წყალი, მაგრამ დასალევად ჯობია გამოიყენონ ბოთლის წყალი, რასაც ყველა, ასე ვთქვათ, იცავს ამ წესებს. თქვენ თქვით, რომ ზოგიერთ მოხალისეს და იმ ადამიანებს, რომლებიც იქ მუშაობენ, გაუკეთდათ ტეტანუსის საწინააღმდეგო აცრა. თუ არის რამე მედიკამენტები, რომელიც შეიძლება რაღაც პრევენციის მიზნით წინასწარ იყოს ადამიანმა? არა, ნუ იქ არის კიდე ერთხელ ვამბობ, რისკები ერთმანეთს, ასე ვთქვათ, მიყვება ხოლმე ამ დროს. ნუ მაგალითად ახლა ისევ დამდგარი წყალი რო არის ახლა, იქ შეიძლება იყოს, ვთქვათ, ლეპტოსპიროზის რისკი, მაგრამ ლეპტოსპიროზის რისკი დადგება იმის შემდეგ, რაც ნუ მღრღნელებშია ეს, ვთქვათ, მიკროორგანიზმი, მღრღნელებმა უნდა დააბინძურონ, ვთქვათ, წყალი, მერე წყალიდან შეიძლება, ვთქვათ, შეეჭრას ადამიანს კანში, ვთქვათ, დაზიანებულ კანში ისევ ეს მიკრობი, მაგრამ ჯერ მღრღნელებიც ხო დაახრჩვა, ასე ვთქვათ, ანუ მღრღნელებიც არ არის ჯერ, მაგრამ უკვე როდესაც წყალი დადგა და ეხლა ნელ-ნელა მღრღნელებიც ხო გამოჩნდება, ამის საწინააღმდეგო ჩატარდა, ვთქვათ, სადეზინფექციო სამუშაოები, ან წინასწარ სანამ ეს მღრღნელები მოვლენ იქ, რომ დეზინფექცია იყოს, ვთქვათ, ჩატარებული. ანუ ყველაფერი კეთდება მოსალოდნელი რისკების თავიდან ასაცილებლად. ბატონო პატარა, რამდენად არის მნიშვნელოვანი და თუ არის საჭირო, რომ ვთქვათ, სამედიცინო დაწესებულებებს იმ ადამიანებმაც მიმართონ, რომლებიც სტიქიურ ზონებში იღებდნენ ამ გაწმენდით სამუშაოებში მონაწილეობას, თუმცა მათ არანაირი ზიანი არ მიადგა. არა, თუ ახლა არანაირი. ვიცით, რომ იყვნენ ასეთი მოხალისეებიც, რომლებმაც პრევენციის მიზნით მიიმართეს ტეტანუსის აცრებს. ძალიან კარგი, სხვა შორის ტეტანუსის აცრა რეკომენდებულია ხოლმე, ვთქვათ, 14 წლის ასაკში კეთდება ბოლო გეგმიური აცრა და შემდეგ ყოველ, ასე ვთქვათ, მე-10 წელს, ანუ 24 წლის ასაკში, 34 წლის ასაკში, სულაც რომ არ ქონდეს, ასე ვთქვათ, კონტაქტი არაფერთან, მაინც რეკომენდებულია აცრა, ეს ორი ვაქცინაა, დიფტერია, ტეტანუსის, იმიტომ რომ აზრი რა არის, ესე იგი, რომ როდესაც ვთქვათ, შემდეგ რაღაც დაზიანება მოგივიდა, იმისდა მიხედვით როგორია სიმძიმე ამ, ვთქვათ, ჭრილობის და დაბინძურების საჭირო არის თუ არა, ვთქვათ, შრატის ან იმუნოგლობულინის გაკეთება. აი ეს რო არ დაგჭირდეს, ამიტომ ჯობია იყო აცრი. აი ტეტანუსის დაავადების სიმპტომები არსებობს, ვთქვათ, არ არსებობს, მაგრამ ჩვენ აბსოლუტურად გამოვრიცხავთ. საქართველოში საერთოდ ხო ეს წლების მანძილზე არის ხოლმე ესე 5-7 შემთხვევა ხოლმე წელიწადში. და ძირითადად ჩემზე უფროსი ასაკის ადამიანებში და ესე ახალგაზრდებში და ბავშვებში თითქმის არასოდეს არ არის ხოლმე შემთხვევა, რატომ? ყველა თითქმის აცრილია ბავშვობაში. ამიტომ მათი მკურნალობა გაცილებით ბავშვების მერე იქ იყვნენ მოხალისეები, რომლებიც ნამდვილად იქნებოდა 10 წელი გასული, ხო? ხო, მაგრამ ეს მაინც მუშაობს ის აცრა. და აი თქვათ იმას მერე სწორედ შრატი ჭირდება, თქვათ დაზიანების დროს დამატებით კიდევ და აი ეს რო არ იყოს ასე ვთქვათ საჭირო, იმიტომ ურჩევდით ვართ სწორედ აცრას და როდესაც სიმპტომები არის ხოლმე კიდევ ერთხელ ვიმეორებ ეს ძირითადად ჩემზე უფროსი ასაკის ადამიანებში გვხდება ხოლმე, რა თქმა უნდა დროული მკურნალობა იქაც საკმაოდ ეფექტურია ხოლმე, იმიტომ რომ ჩემი ასაკის ხალხის საკმაოდ დიდი ნაწილი აცრილია ბავშვობაში. ანუ ეს ერთჯერადი აცრა არის სრულიად საკმაოდ. არა, ერთჯერადი. ეხლა ერთჯერადი კი, იმიტომ რომ ეს ბავშვობაში იწყება 2 თვის ასაკში, 3 თვის ასაკში, 4 თვის ასაკში, მერე თქვა წლინახევრის ასაკში, მერე 5 წლის ასაკში, მერე 14 წლის ასაკში და მერე რეკომენდებულია უკვე ყოველ 10 წელიწადში. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მაყურებელს შევახსენებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო დირექტორი პაატა იმნაძე იყო ჩვენი სტუმარი. უღმესი მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა. და